საღამომშვიდობის მეგობრებო, 105 დღეა უკვე პროტესტის, უწყვეტი პროტესტის. ჩვენ შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ვცდილობთ რომ მუხტი არ გაჩერდეს, ჩვენი ინიციატივით უკვე ორ თვეზე მეტია. აი ამ ფორმატით, აუდიტორიო ფორმატით ვცდილობთ რომ გავამხნევოთ ყველა პროტესტის მონაწილე და ასევე გადავდეთ ყოველ შემთხვევაში აქამდე ესე ჩანს და აღქმები ესეთია რომ პროტესტი არ ჩერდება. აღქმებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოს ვერ ეგუება იმ სისტემას, რომელ სისტემასაც გვთავაზობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვიბრძვით ყოველდღიურობით, ყოველ წუთიერად, ჩვენი ყოველდღიური ნებისმიერი მოქმედება არის ჩვენი ბრძოლის ნაწილი. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, ბატონო მურმა, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი რამ მე მაინც ყოველ დღე შეგახსენებთ, ჩვენ არ გავაჩერებთ გურიაზე და გურულების დახმარებაზე ზრუნვას, ჩვენ გავაგრძელებთ მოხალისეობას და შევეცდებით რომ გურიაში ის პრობლემატიკა კიდევ უფრო წამოვწიოთ, რომელიც სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. მადლობა. 1-2 ისმის. ხო, მოგესალმებით. მე გახლავართ მურმან მარგველაშვილი. მუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე ვარ დირექტორი ანალიტიკური ცენტრის მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის. ჩვენ მუშაობთ ენერგეტიკაზე, კლიმატის გადი განვითარების საკითხებზე. მე ვარ ენერგეტიკოსი და თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს თემა, რაზეც დღეს მექნება ლექცია, ეს არ არის კვლევების შედეგი, ეს არ არის მეცნიერება, ეს არის მიდგომა, რომელიც წინა საუკუნის 70-იან წლებში მოიგონა ჯეი ფორესტერმა, ამერიკელი მეცნიერი იყო, სხვათა შორის მანვე გამოიგონა რამი, კომპიუტერის მეხსიერება და შემდეგ ამ ეს ეკონომიკა, როგორ შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის საცხოვრებელი გარემო და ეს გააკეთა რომის კლუბის, ეგრეთ წოდებული რომის კლუბის დაკვეთით. შემდეგ ეს მიმართულება განვითარდა, ძირითადად ვითარდება მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ბოლო ხანებში გახდა მდგრადი განვითარების კლიმატთან დაკავშირებული საკითხების ერთ-ერთი ძირეული მეთოდიკა და ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, როგორც უკავშირის მარყუჟები, გამაძლიერებელი კავშირები და ასე შემდეგ, როდესაც ლაპარაკი არის აი ამ მდგრადი განვითარების საკითხებზე. ერთი გაფრთხილება კიდე მინდა გავაკეთო. ამ ლექციისგან მოველით გარკვეულ საბოლოო რეცეპტებს და ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც პირდაპირ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ რეალობაში. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს, რომ ეს ჩემი ლაპარაკი არ არის მიმართული მარტო პროტესტის მონაწილეებისადმი. ყველაზე მთავარი სისტემური გზავნილი, რაც მინდა რომ აი ამ ჩემი დღევანდელი ლექციიდან დარჩეს, ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები ყველანი, ვართ ერთი დიდი სისტემის ნაწილები და ჩვენი წარმატება, ჩვენი ბედნიერება არის ცალსახად დამოკიდებული ამ მთელი სისტემის წარმატებაზე. მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ და რა მხარესა ვართ. ამას თუ არ გავითავისებთ და ამ შეგნებით არ დავიწყებთ მოქმედებას, დაგვაკლდება ძალიან ბევრი რამე. ხალხს ექნება სიკეთე, მაგრამ არ იქნება მთავარი, არ იქნება ბედნიერება. არ იქნება გაზიარებული სიხარულის
ბედნიერება არ იქნება გაზიარებული სიკეთის და უმიზეზო ღიმილის ბედნიერება. და მე მინდა რომ ესეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ეს ყველაფერი გვექნება. ამიტომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას და ჩვენ ერთად უნდა ვცადოთ აი ამის გათავისება, რომ ერთი ერთობის ერთი სისტემის ნაწილები ვართ და ყველანი ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. გარკვეული მინიშნება პირადი გამოცდილებიდან. რატომ დავინტერესდი სისტემებით? ჩემ ადრეულ ახალგაზრდობაში სტუდენტობის დროს ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ თურმე ჭიანჭველების კოლონიის სტრუქტურა ისეთივე არის, როგორც ძველი მონათმფლობელური საზოგადოების. ამან გააჩინა პირველი აზრი იმისა, რომ რაღაცა კანონზომიერებები, რაღაც კავშირები და რაღაც სტრუქტურები არის ისეთი უნივერსალური, რომელიც ყველა სისტემას მიუდგება და განსხვავებულ რეალობებში ვლინდება. და მეორე, ჩვენ გავაკეთეთ ილიას უნივერსიტეტში, გადავთარგმნეთ სისტემების აზროვნების ეს წიგნი. ეს არის დონელა მედოუსი, ესეთი მეცნიერი იყო და გარდაიცვალა 2006 წელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადვილად წასაკითხი და ძალიან გირჩევთ, რომ მათ, ვისაც დაინტერესებთ ეს თემა, შეგეძლიათ ილიას უნივერსიტეტში ეს წიგნი ნახოთ. და აი ეს წიგნი რომ დავამთავრეთ, მაშინ თარგმანი რომ დავამთავრეთ, მაშინ გამოვიდა ახალი კვლევა, რომ თურმე ჭიანჭველების სპეციალიზება, როდესაც ჭიანჭველები იყოფა მეომარ და მუშა ჭიანჭველებად, დაახლოებით ისევე ხდება, იგივე მექანიზმებით ხდება, როგორც საზოგადოების პოლარიზება. ადამიანების საზოგადოების პოლარიზება, რაც ჩვენ გვჭირს ერთ-ერთის. ეს აჩვენებს, რომ აი ამ კანონზომიერებების ცოდნამ შეიძლება ბევრი რამე გვასწავლოს ჩვენი რეალობაში გამოყენებისათვის. ეს წიგნი წამოვიღე ერთი ცალი და ყველაზე საინტერესო შეკითხვა ვისაც ექნება, შემდეგ იმას გადავწყვეტ. აი ეს წიგნი იწყება ესეთი შესავლით. თუ ფაბრიკას დაანგრევ, მაგრამ ამ ფაბრიკის რაციონალური მიზეზები არსებობს, მისი არსებობს, ახალი ფაბრიკა აშენდება. თუ რევოლუცია დაამხობს მთავრობას, ძალაუფ ხელისუფლებას, მაგრამ არ შეიცვლება აზროვნება, მაშინ ახალი ხელისუფლება გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც აკეთებდა წინ. მე მგონია გვეცნობა ეს, ხო? ძალიან გვეცნობა. და შემდეგ ეს წიგნი უკვე ასწავლის იმას, თუ რა არის სისტემები, როგორ უნდა მათთან ურთიერთობა. ალბათ დანგრევა არ არის ყველაზე სწორი მიდგომა, რაც პირველ სლაიდზე იყო და არის საჭირო სისტემებთან მუშაობა და მათი გაუმჯობესება. აი როგორ უნდა მოხდეს ეს სისტემებთან ურთიერთობა და მათი გაუმჯობესება, ამის შესახებ არის ეს წიგნი. შემდეგ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების გამოცდილებიდან და ალბათ ბევრსაც თქვენს იგივე შეგხვედრიათ, შეიძლება მკაფიოდ გამოიყოს ადამიანების ორი ტიპი. ერთი არის, რომლებიც უყურებენ მოვლენებს და რეაგირებენ. ანუ რეალობა მათ ემართებათ. წვიმა მოვიდა, წყალი ჩამოვიდა, დაემართა ამას. ხო, წინასწარ ვერ ითვალისწინებს. ეძებს მიზეს და ცუდ შედეგს აბრალებს სხვას. ყველაფერი სხვისი ბრალია. ხო, რაღაცა თუ არ მოწონს, სხვისი ბრალია. იცის სხვამ რა უნდა აკეთოს და ნაკლებად იცის თვითონ რა უნდა აკეთოს. ალბათ ბევრი გეცნობათ, ხო, კვარაცხელიას ვასწავლეთ ფეხბურთი როგორ ითამაშოს, ადრე პატარა კაცს ვასწავლეთ როგორ უნდა მწვრთნელი როგორი უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ ლურსმანის შეჭედება ხშირად არ ვიცით. და ესეთი ხალხი არის ხოლმე, ნუ აი უფრო უკმაყოფილო, გაბრაზებული და
და ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ აცნობიერებენ გარემოს, მას ვერ იყენებენ და თავის სასარგებლოდ ვერ იყენებენ იმ რეალობას ან შესაძლებლობებს, რაც მაქვს. არის მეორე ტიპის ხალხი, რომლებიც ხედავს არა მარტო მოვლენებს, არამედ კანონზომიერებებს, რომლებიც ერკვევა ამ მოვლენებს შორის გარკვეულ კავშირებში, თავად იღებს პასუხისგებლობას, ანუ სხვას კი არ აბრალებს რაღაცას. არამედ თავის თავს ეკითხება თუ რა შეიძლება გავაკეთო უკეთესად იმისთვის, რომ ის რეალობა მივიღო, რაც მე მინდა და არის უფრო საქმიანი, უფრო კეთილმოსურნე, თავისუფალი და თვითმკამარი. აი ესეთი ადამიანები არიან უფრო სუბიექტები, არიან შედეგის მიმღები და მათ გარემოს იღებენ როგორიც არის და იციან ამ გარემოსთან მუშაობა და მისი გამოყენება. და გარემოს ვერ მიღება არის უბედურების ესე? ძალიან კარგი. გარემოს ვერ მიღება არის სწორედ უკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ძირითადი მიზეზი. შემდეგი ხო და დღევანდელი ლექცია და ეს წიგნი იქნება თქვა პირველი ნაბიჯი იმისა, თუ როგორ გადავიდეთ აქედან იქეთ, იმიტომ რომ არ არის ესე მთლად ესე გაყოფილი, ხანდახან ჩვენც ვართ ამ მდგომარეობაში, ხან კიდე ისეთ მდგომარეობაში, მაგრამ უმეტესად გვინდა გადავიდეთ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ გავხდეთ სუბიექტები და არა ობიექტები. ამაში დაგვეხმარება ესეთ ეგრეთ წოდებული აისბერგის მოდელი. აისბერგი მოგეხსენებათ, წყლის ზედაპირზე არის დაახლოებით 1/9-თან არის შეფარდება ხილული და უხილავი ნაწილისა და ეს ხილული ნაწილი სწორედ არის ყველაზე ადვილი დასანახი. ეს არის მოვლენები აისბერგის მწვერვალ. როდესაც აფიქსირებ იმას თუ რა მოხდა და პირველი ინსტინქტიური მიდგომა ეს არის, რომ აკეთებ რეაგირებას ამ მოვლენაზე, ერთეულ მოვლენაზე. მეორედ მოხდება ისევ რეაგირებას აკეთებ. აი ეს არის ყველაზე ზედაპირული არასიღრმისეული მიდგომა რეალობისგან. მეორე, როდესაც უკვე დაკვირვებას საჭიროებს აისბერგის ქვედა ნაწილი. ეს არის, როდესაც აკვირდები და აცნობიერებ განმეორებადობას, ტენდენციებს, აკვირდები გარკვეულ თარგებს ქცევებისა და კითხვას ვამ, როგორია კანონზომიერება, რა ხდება. არის ეს მოვლენები განმეორებადი, იზრდება სიხშირე თუ მცირდება სიხშირე და ასე შემდეგ და მერე უკვე შეგიძლია გარკვეული მოლოდინები და პროგნოზი გააკეთო, რომ როგორ იქნება მომავალში. ის რომ აცივდა წელს და კიდე გააცივდა, მერე ხვდები, რომ ერთი წლის მერე კიდე აცივდება, როდესაც ზამთარია, ხო, უხეშად. ამის შემდეგ არის უკვე, როდესაც ცდილობ გაარკვიო სტრუქტურული მიზეზები იმისა, თუ რა კანონზომიერებებიც ხდება, რატომ არის ის, რომ ზამთარი და ზაფხული იცვლება. რა სტრუქტურა, რა სისტემა განაპირობებს ამას. და როდესაც გინდა მასთან მუშაობა, უკვე ცდილობ გაერკვე ამ სისტემაში და ეცადო მისი გაუმჯობესება სასურველი შედეგები მიიღო და ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი არის უკვე, როდესაც იცვლება მენტალური მოდელები, იცვლება შეხედულებები, იცვლება მიდგომა ამ რეალობასთან, რაც საშუალებას გაძლევს უკეთესად გადააწყო უკვე სისტემა. მოდით ერთი მაგალითი განვიხილოთ შემდეგ იმაზე. აი მარტივი სამედიცინო მაგალითი, თავი მტკივა, რეაგირებას ვაკეთებ, დავლია წამალი და მორჩა. ხვალ ისევ ამტკივდა ან ზეგ, კიდე დავლია წამალი და ისევ მომირჩა თავი. მაგრამ უკვე შემდეგი, როდესაც კანონზომიერებებს უყურებ, ეს არის თქვათ თავი მტკივა, როდესაც გარკვეულ გამაღეზიანებელ საჭმელს მევირთმევ.
და ამაზე უკვე შეგიძლია პროგნოზი გააკეთო, რომ აი ესეთი ტიპის საჭმელს თუ შეჭამ თავი ამტკდება და მოერიდები დიეტას დაიცავ და ასე შემდეგ. და შემდეგი უკვე როდესაც უკვე არ ყვევ რატომ არის ეს ყველაფერი და რა სისტემა მოქმედებს. თურმე ნაღლის ბუშტი გაღიზიანებული და ესეთ ტიპის საჭმელს რო ჭამ, მე ეს გაღიზიანებული ნაღლის ბუშტი თავის ტკივილს იწვევს, ასე შემდეგ და აკეთებ ნაღლის ბუშტის მკურნალობას. ეს არის უკვე სისტემის დონეზე, მაგრამ შემდეგი უკვე განწყობის უკვე გონებრივი მოდელის შეცვლა ეს არის, როდესაც ნაღლის ბუშტი ღიზიანდება ხოლმე, მაგრამ შემდეგი არის უკვე არა ის რომ მარტო ნაღლის ბუშტს უმკურნალო, არამედ ვუმკურნალო ორგანიზმს. ეს არის თქვათ აიურვედასთან ვისაც ქონიათ შეხება. ეს არის როდესაც მთელი ორგანიზმის ბალანსს აუმჯობესებ ან და სხვანაირ ცხოვრების წესი იწყებთ, იმიტომ რომ ეს ნაღლის ბუშტის გაღიზიანება თურმე ორგანიზმში სტრესის ბრალია ან რაღაცა არასწორ ცხოვრების წესის ბრალია და ასე შემდეგ და აი ამას ამ ბალანსს აღადგენენ. ანუ ეს არის უკვე ყველაზე მაღალი ასე თქვა სისტემური მიდგომის მაგალითი და კიდევ ერთი დავაჭირო თუ შეიძლება სადაც მე დავაჭერ ხოლმე. არა, კიდე დააბრუნეთ უკან. აი ერთი საინტერესო მაგალითი არის კონფუციუსის მაგალითი, რომელიც მენტალური მოდელის ცვლილებას აჩვენებს. კონფუციუსი თავაზობდა, რომ ექიმს უნდა გადაუხადო არა მაშინ, როდესაც ავადახარ და მოგარჩინა. ექიმს უნდა გადაუხადო მაშინ, როდესაც ხარ ჯანმრთელი და უნდა გადაუხადო იმაში, რომ არ გახდე ავად. ანუ ეს არის უკვე მენტალური მოდელის და მიდგომის შეცვლის მაგალითი. და ესეთი ტიპის აი ეს მძლავრი ცვლილებები არის ის, რაც სისტემურ მიდგომას ყველაზე უფრო ახასიათებს. შემდეგ. ეხლა რა არის სისტემა? სისტემა არის ურთიერთ დაკავშირებულ ელემენტთა ერთობა, აი ამ ქალბატონ დონელოს განმარტებით, რომელიც ორგანიზებულია ისე, რომ მიაღწიოს გარკვეულ მიზანს, ან გადაწყვეტოს გარკვეული ამოცანა. ესე იგი, სამი რამე არის სისტემაში: ელემენტები, კავშირები და წესები, რომლებიც ამ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და მთელი ამ სისტემის მიზანი ფეხბურთის გუნდში ფეხბურთელები შეიძლება ჩაანაცვლო. კავშირები და წესები არის ერთ-ერთი უფრო მნიშვნელოვანი და სისტემის ქცევის გამსაზღვრელი. მაგალითად, იგივე ფეხბურთის გუნდი თუ არის იმისთვის განწყობილი, რომ მან ჩემპიონობა მოიპოვოს, მაშინ თამაშობს ერთნაირად, მაგრამ თუ ისე არის განწყობილი, რომ ტოტალიზატორზე ვიღაცებს ბევრი მოაგებინოს, მაშინ მუშაობს ცოტა სხვანაირად. ხო, მაშინ თამაშობს ცოტა სხვანაირად. ამიტომ მიზანი და დანიშნულება საბოლოო ჯამში ჩანს არა იმ გაცხადებულ წესებში, გაცხადებულ დეკლარაციებში, არამედ რეალურ სისტემის ქცევებში. და სისტემის მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ უამრავი, როგორც ცოცხალი ბიოლოგიური სისტემები, სოციალური სისტემები, ეკონომიკური სისტემები. ბატონო, აი ჯანდაცვის და განათლების სისტემა არის სისტემა. ადამიანის ორგანიზმი, რომელიც სხვადასხვა ორგანოების და მათი ურთიერთქმედებებისგან შედგება. ენერგეტიკული სისტემა, ტყის ან სხვა ჭაობის პოლიტიკური სისტემა, რომელიც იმის მიხედვით თუ დაბალანსებულია სხვადასხვა შტო ხელისუფლების თუ ერთი მოქალაქის დაცვას და მოქალაქის კეთილდღეობას, მეორე შემთხვევაში ემსახურება ხელისუფლების დაცვას და ხელისუფლების კეთილდღეობას.
შემდეგი. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვება სისტემებით მოაზროვნეებისა არის ის, რომ სისტემაში ჩარევა საჭიროებს ძალიან სერიოზულ ცოდნას და სისტემის შიგა სტრუქტურების გაანალიზებას. ერთი ცნობილი კანონზომიერება, როდესაც რთულ სისტემებში ვერევით იძლეოდეს იმ შედეგს, რომელიც გინდათ, მაგრამ მოკლე ვადაში. მაგრამ როგორც წესი, ყოველ დაუფიქრებელ ჩარევას მოყვება ასევე სხვა შედეგები, რომელიც შეიძლება პირველ ჯერზე არ ჩანდეს, მაგრამ მერე გამოვლინდება დროთა განმავლობაში. ეს არის ფაქტიურად ჩათვალეთ როგორც წესი. იმიტომ რომ არის ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდა თითქოს ერთი ზედაპირული ჩარევით გარკვეული შედეგის მიღწევა, მაგრამ მერე საპირისპირო შედეგის მიღება. აი ერთი მაგალითი არის მაგალითად საგზაო საცობი. როდესაც საცობი არის და ბევრი მანქანა დგას და ნელა მოძრაობს, პირველი გადაწყვეტა რა არის? მოდი გავაფართოვოთ გზები, ხო? მაგრამ ეს გზების გაფართოება იძლევა მოკლევადიან შედეგს, მოკლევადიან გადაწყვეტას, ოღონდ მერე რა ხდება? გზები არის მიმზიდველი ისევ, უფრო მეტი მანქანა მოდის და ისევ საცობები. გზელვადიანი გადაწყვეტა ეს არის. ამიტომ სხვა მიდგომა არის საჭირო და სისტემური მიდგომა იქნება, რომ მოდი გავზარდოთ საჯარო ტრანსპორტის მიმზიდველობა. მოდი ისე გავაკეთოთ, რომ ადამიანებს არ ჭირდებოდეთ ამ მანქანებში ჯდომა და მათი გამოყენება, გავაუმჯობესოთ ქალაქ გეგმარება და ეს იქნება ბევრად უკეთესი უკვე სისტემური გადაწყვეტა. მაგრამ ამას ასევე ჭირდება გარკვეული მენტალური მოდელების შეცვლა და საქართველოში მანქანა არის სიამაყის საგანი. ჩვენს ქუჩებზე და ჩვენ გზებზე რომ დააკვირდებით ადამიანი რომ მიდის მანქანით სადღაც, ის ამაყია იმითი რომ მიდის, ის ამაყია რომ მანქანა ყავს და სხვას რო გაასწრებს, ამითი არის ამაყი, ან რაღაცა მოკლედ იცით კარგად. ევროპაში მანქანა არის გადაადგილების საშუალება, მეტი არაფერი. იმ ადამიანს, რომელიც იქ მანქანაში ზის, ჭირდება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება და თავის გამოჩენა იმითი, რომ მანქანა ყავს და ამაყად დადის და დიდი მანქანა ყავს განსაკუთრებით, ხო, იმათვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ აი ეს მენტალური მოდელის ცვლილება ასევე არის ერთ-ერთი მაგალითი იმ ძირეული ცვლილებებისა, რაც სისტემების გაუმჯობესებისთვის არის საჭირო. შემდეგ. ხო. ესე იგი, თუ გახსოვთ ჩვენ აისბერგზე როდესაც ვლაპარაკობდით მოვლენეთა თანმიმდევრობა და ტენდენციები და იმის ქვეშ უკვე სისტემები, რომლებიც ამ ტენდენციებს განაპირობებს. აღმოჩნდა ესეთი რამ, რომ სისტემები და მათი შემადგენელი სტრუქტურები სრულიად განსხვავებულ ბევრ რეალობაში არის ერთმანეთის მსგავსი, გარკვეულ შემთხვევებში იდენტური და აქ არის ორი ძირეული რამ. ერთი ეს არის რომ ხო, ამაზე არ მithქვია რომ სისტემებით აზროვნება რითი განსხვავდება ჩვეულებრივი ანალიტიკური აზროვნებისგან. ჩვენ მეცნიერული მეთოდით, ანალიტიკური მეთოდით ვართ მიჩვეული იმას, რომ რთული სისტემების დაყოფა ხდება ნაწილებად, მათი ცალ-ცალკე შეკრება, ცალ-ცალკე გამოკვლევა და აქედან მერე გამოდის დასკვნა ერთიან სისტემად. სისტემები თურმე ყოველთვის ესე არ მუშაობს. ესენი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და ამიტომ ცალ-ცალკე როდესაც შეისწავლი შენ, ის ნაწილები ჯამში არ გაძლევს იმ სისტემის ყოფაქცევას. ამიტომ სისტემების მიდგომა არის უფრო ურთიერთკავშირების შესწავლა და ამ ურთიერთკავშირების არის როდესაც შედეგი მიზეზზე ახდენს ზეგავლენას. აი რამდენიმე მაგალითი არის ესეთი. აი ეს არის გამაძლიერებელი, ეს ეგრეთ წოდებული გამაძლიერებელი უკავშირება. ფული ბანკში იძლევა მეტ ფულს. ის მეტი ფული კიდე მეტ ფულს იძლევა და ხდება აი ამ სიდიდის მუდმივი ზრდა. რა თქმა უნდა
დევს იქ პროცენტი ერიცხება. შეიარაღებათა რბოლა. რა ხდება, როდესაც ერთი ქვეყანამ უნდა აჯობოს მეორე ქვეყანას და გადაამეტოს მას. ეს იწვევს შედეგს, რომ მეორე ქვეყანა ზრდის თავის შეიარაღებას ისე რომ ამას გადაამეტოს და აი მუდმივი ესეთი ერთმანეთის გაძლე, ანუ მიზეზი და შედეგი ერთმანეთთან არის შეკრული, ქმედება იწევს ბექმედებას, ბექმედება იწევს აქმედებას და ეს ერთმანეთს აძლიერებს. ასევე მაგალითად შეურაცხყოფა და საპასუხო შეურაცხყოფა. ბავშვებმა ვთქვათ, ერთმა რაღაც ცოტა გაკრა, მეორემ უფრო ძლიერად გაკრა, ასე შემდეგ, ასე ესკალაცია და ჩვენი შემთხვევა მიუღებელი პოლიტიკა იწვევს პროტესტს, პროტესტი იწვევს სადამსჯელო ზომები იწვევს მეტ პროტესტს, მეტი პროტესტი იწვევს მეტ სადამსჯელო ზომებს და ასე შემდეგ. აი ესეთი პერიოდი გქონდა, ხო? და ეს ყოფა-ქცევა ესეთი გამაძლიერებელი კავშირის აღიწერება ესეთი ექსპონენციალური ზრდით, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზრდა ისე კალფიო დარჩენს, მაგრამ მე ძალიან იზრდება რაღაც კონკრეტული რაღაც სიდიდე. გადავიდეთ ჩემთვის. და ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გამაძლიერებელ კავშირს აქვს. ეს არის, რომ ის შეიძლება აუცილებლად კი არ იზრდება, არამედ შეიძლება ეს არის სპირალი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ზრდაზე და შემცირებაზე. მაგალითად, თუ კი შეურაცხყოფას მოყვა არა შეურაცხყოფა, არამედ პირიქით დადებითი რეაქცია, მაშინ ესკალაცია კი არ ხდება, უკვე მეორე მხარეს მოდის იგივე სპირალზე ეს ურთიერთობა. თუ სხვა მაგალითებით შეიძლება მე ბევრი მოვიყვანოთ იმისთვის, რომ აი ესეთი სპირალი საით წავა არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოქმედებს. ჩვენ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს პოლარიზებული საზოგადოება და ერთმანეთს სხვათა არ მიმართავთ ხოლმე, განსაკუთრებით Facebook-ზე, როდესაც არის განსხვავებული აზრის ადამიანები ერთმანეთს ბოლოს წვებით ლანძღავენ ხოლმე, ხო? აი ეს ლანძღვა იწვევს უკულანძღვას და ასე შემდეგ, მაგრამ არის შესაძლებელი იგივე ურთიერთობაში თუ კი შეანელებ და მეორე მხარეს წაიყვან, კეთილმა მიდგომამ შეიძლება და უნდა გამოიწვიოს ასევე კეთილი მიდგომა. ანუ აი ეს გამაძლიერებელი ურთიერთკავშირი არის როგორც როგორც დადებითი მიმართულებით, ასევე უარყოფითი მიმართულებით. შემდეგი. არის სხვანაირი უკავშირები, როდესაც შედეგი მიზეზს ასუსტებს. აი მაგალითად, მტაცებელი და მსხვერპლი. თუ მტაცებლების რაოდენობა იზრდება, ისინი მსხვერპლს განადგურებენ და შეამცირებენ მსხვერპლის რაოდენობას. შესაბამისად, უკურეაქცია რა არის, რომ მსხვერპლი როდესაც ცოტა არის, მტაცებლები იღუპებიან, იმიტომ რომ საკვები აღარ აქვთ. და ამ შემთხვევაში ესეთ ურთიერთკავშირს ქვია მაბალანსებელი, მაწონასწორებელი უკავშირი. ხო? მოხმარება როდესაც მცირდება, მერე ფასები უნდა დაბალანსდეს გარკვეულ იმაზე და ისევ საბოლოოდ ფასების დაწევა მოხდება, თუ კი მოხმარება აღარ იქნა, იმიტომ რომ გასაღება დაჭირდებათ. ჩაისჭიქა როდესაც ცივდება, რაც უფრო ცხელია ჩაისჭიქა, ხო? მის უფრო სწრაფად ცივდება. და ნელ-ნელა მისი გაცეება, რაც უფრო დრო გადის, უფრო ნელა და ნელა ხდება. ანუ გარკვეული ბალანსები ეწევა აქაც. ესეთ ურთიერთკავშირს მინუსით არის აქ. ქვია მაბალანსებელი უკავშირი და მისი ყოფა-ქცევა ესეთი კლებადი ექსპონენტით აღიწერება შემდეგ. აი ერთი ხო, როგორც წესი, სისტემებში არის უამრავი სხვადასხვა უკავშირი, რომლებიც სხვადასხვა დროს ხან ერთი დომინირებს, აი მაგალითი არის მოსახლეობის რაოდენობა. ადამიანები რაც უფრო მეტია, მით მეტი ადამიანი გამაძლიერებელი უკავშირი. მაგრამ ასევე არის გარდაცვალება.
ხო, ადამიანები რაც უფრო მეტია, მეტი გარდაიცვლება, რაც მეტი გარდაიცვლება, მით ნაკლებია ადამიანი. ეს არის მაბალანსებელი. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი კანონზომიერება ჯობნის რაღაც მომენტში, ხდება ან მოსახლეობის ზრდა, ან შემცირება პირიქით. დავაჭიროთ. აი ეს კლებო კიდე. აი, ეხლა ეს არის მაგალითი რეალური რაოდენობა ადამიანებისა მსოფლიოში. და შეხედეთ, ესე იგი 1600 წელი, 1800 და მე-20 საუკუნის შემდეგ მიდის აი ესეთი ექსპონენტა რო განახეთ, ექსპონენციალური ზრდა. ანუ ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება ექსპონენციალურად ბევრად, მაბალანსებას და რაღაც პერიოდში მოხდება მერე უკვე ამისი დაბალანსება ისე რომ ადამიანების რაოდენობა გასაგებია რომ ვერ გახდება მუდმივად მზარდი, შეზღუდულ რეალობაში. შემდეგი. და სისტემები არის ბევრად უფრო რთული და უკავშირები არსებობს და მათი ანალიზი არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცით რა არის, თვითონ მიდგომა ესეთი, როდესაც შენ ამ სხვადასხვა ფაქტორებს უყურებ, ცდილობ მათი ურთიერთქმედება გაარკვიო და ამითი აზროვნებას უწყობს ხელს და ადამიანი ყვების და როდესაც წონის მატება დაკავშირებულია სპორტულ ღონისძიებებთან და ზოგად ფიზიკურ აქტივობად, საზოგადოებაში რამდენად არის წონიანი ადამიანები მიღებული და რა ფსიქოლოგიური ზეგავლენა აქვს ამ ფაქტორს და ისეთი ჩქარის fast food-ის რაოდენობა და მიღებას რამდენად ახერხებს. ხო, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საბოლოოდ საშუალო წონას გარკვეულ საზოგადოებაში განაპირობებს. ეს არის კლიმატის სისტემა, რომელიც არის დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ქვესისტემების ერთობა. კიდევ ერთი სისტემური კანონზომიერება. სისტემებში არის დაგვიანება. ჩვენ ხშირად ზედაპირულად ვუდგებით და მოვიდა ახალი მთავრობა და უცბად შეცვალა ყველაფერი გააუმჯობესა. ერთი მაგალითი იყო, როდესაც საქართველოს განაცდა, იმიტომ რომ მანამდე იყო ჩაბნელებული, მერე განაცდა, გახსოვთ ეს ხო? მაგრამ არ ვითვალისწინებთ, რომ ეს იყო წინა 10 წლეულების მუშაობის შედეგი. და აი ესეთ დაგვიანებებს განაპირობებს ეგრეთ წოდებული მარაგების სისტემაში. მარაგი შეიძლება ჩათვალოთ, რომ ნებისმიერი სიდიდე, რომელიც გროვდება, იცვლება და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა, რომელიც გროვდება უკვე 100 წლეულის განმავლობაში და იწვევს კლიმატის ცვლილებას. ეს შეიძლება იყოს მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში, რომელიც მე თქვენ გადა, ადამიანის წონა, ბიომრავალფეროვნება, რომელიც კონკრეტულ ადგილას საპროტესტო მუხტის სიდიდე, ესეც არის მარაგი, რომელიც არის დამოკიდებული იმაზე თუ რა ზრდის მას, რა ამცირებს და რომელიც არის მართლა მარაგია, რომელიც რაღაცაში უნდა გადაიზარდოს. და მზრდელი და შემამცირებელი ნაკადები არის აი წყლის რაოდენობა აბაზანაში, არის მაგალითი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად შეგვხვდებათ. ხო, შემავალი წყლის ონკანი და საწვრეტი, ეს არის ამ მარაგის სიდიდის განმაპირობებელი. დაბადება და მიგრაცია, როდესაც შემოდის ხალხი, ეს არის შემავალი ნაკადი ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის, გარდაცვალება და ემიგრაცია გამავალი. საკვების მიღება და ფიზიკური აქტივობა. თუ ბევრ საკვებს იღებ, იზრდება წონა ადამიანის, თუ ფიზიკურად აქტივობ, შეამცირებ ამ წონას. და ასე შემდეგ. მოდით გადავიდეთ სისტემებში დაგვიანების გათვალისწინება, როგორც გითხარით, ხო? 2004 წლებში
ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ეს გამოცხადებული ჩვენ მოვედი და გავართ. ეს იყო შედეგი სინამდვილეში იმისი, რომ დიდი მარაგი დაგროვდა და ეს მარაგი იყო ინფრასტრუქტურა, ეს იყო გამრიცხველიანება ჩვენ ქალაქებში, ეს იყო გარემონტება ჰიდროსადგურების და თბოელექტრო ასუ შემდეგ, ანუ ის დაგროვილი წლების განმავლობაში დაგროვილი მარაგი იყო, რაც მერე გამოიხატა ამ დროს. აბაზანის ონკანს რო გახსნით და საწრეთს დაკეტავთ, მაშინვე არ მოხდება მეზობელთან წყალის ჩასვლა. არავედ მოხდება ხვალ, ანუ იმას სჭირდება დრო. და სწორედ ესეთი მარტივი მარაგების და ნაკადების საშუალებით შეიძლება აღიწეროს უამრავი ბევრი სისტემა, რომელსაც აქვს ესეთ დაგვიანების ეფექტი. და ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი ბიუროკრატიის ან თუ გინდათ, რა ვიცი, ზოგჯერ პრეზიდენტის, რომელიც კრავს დომინოს და იმის იმედი აქვს, რომ სანამ ეს მოტრიალდება, ან არ იცის ჯერ ერთი, რომ ეს ისევ დაეცემა ამ სკამს, სადაც ეხა ზის, ან შეიძლება, როდესაც ის დომინო წრეს დაარტყამს, ეს უკვე სხვაგან იყოს და იმ ადგილას სხვა ადამიანი დახვდეს და იმას დაეცეს თავზე. ანუ ესეც არის აი ესეთი სისტემური მაგალითი, რომელიც პოლიტიკის მიმღებს, გადაწყვეტილების მიმღებს ხშირად ან აქვთ გაცნობიერებული, ან არ აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ მაინც მოქმედებს. შემდეგი. ხო. და ისაც დღევანდელი მოვლენები ჩვენ ისი მომსწრეც ვართ. ეს არის წინა პერიოდში დაგროვილი გარკვეული ქმედებების ან გარკვეული უმოქმედებების შედეგი. და ეს ყოველთვის უნდა გავითავისოთ, თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ სწორად. შემდეგი. არის ბევრი სისტემური არქეტიპები, რომელიც ამ წიგნში არის მოყვანილი. მაგალითად, წარმატება წარმატებულს. ეს არის ბიოლოგიური გამორიცხვის მაგალითი, როდესაც ორი ერთნაირ საკვებს იყენებს ორი განსხვავებული სახეობა, რომელიც ჯობნის ცოტათი მაინც და მოიპოვებს უპირატესობას, ის მერე იმ უპირატესობის შედეგად მრავლდება და კიდევ უფრო მეტი უპირატესობას იღებს. და შესაბამისად მეორე საერთოდ გამოდევნის. აი ეს არის პრობლემა ასევე პოლიტიკურ სისტემაში. თუ ხელისუფლება თავის ძალაუფლებას იყენებს მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად, მაშინ ის მთლიანად მიდის იმაზე, რომ ბალანს არღვევს და შეიძლება სრულად გამოდევნოს. ოპოზიცია იქნება დამოუკიდებელი აზრით თუ ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ფაქტიურად მაგ მიმართულებით მივდივართ ესე ჩანს. არის სხვა ისინი, რა ქვია, არქეტიპები, რომელიც წიგნში არის აღწერილი და მაგალითად ერთი არის ზიარი სავარგულის ტრაგედია, ანუ როდესაც ჩვენ ზიარი რაღაც სავარგული გვაქვს და ყველას მიგვაქვს იქედან მეტი, ვიდრე მას შეუძლია აიტანოს. და ჩვენი რაციონალური ინტერესების გამო ვანადგურებთ საბოლოო ჯამში. ასეთი არის მაგალითად კლიმატი. იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნებს აწყობს ეკონომიკური განვითარება, რაც შეიძლება მეტი წარმოება და უკეთილდღეობა და ასე შემდეგ და ამით გაფრქვევები უკვე ატმოსფეროს საბოლოოდ აზიანებს. შემდეგი. აღარ გვინდა და ერთ-ერთი კიდე საინტერესო უარესობასთან შეგუება. წონის მატება, ბაყაყის მოხარშვის ანეკდოტი იცით, ხო, როდესაც ნელა თუ იმაშვები ჩააგდებ თბილწყალში და მე იმასე შეიძლება მოხარშოს საბოლოოდ ბაყაყი ისე რომ არ ამოხტეს იქიდან. ხო, და ავტორიტარული სისტემის დამყარება. აი ეს სამი დაახლოებით ერთნაირი იმით აღიწერება, სისტემით აღიწერება. როდესაც რა ხდება? არსებობს გარკვეული მიზანი აქ არჩევს. და არსებული მდგომარეობა განსხვავდება ამ მიზნისაგან. ხო, ბაყაყის შემთხვევაში ეს არის რა, ნორმალური ჩვეულებრივი ტემპერატურა. არსებული მდგომარეობა არის მაღალი ტემპერატურა. ავტორიტარულ სისტემაში არის მაგალითად აქ ავტორიტარიზმის მდგომარეობა არსებული, მაგრამ მიზანი არის დემოკრატია. თუ კი განსხვავება დიდია, ის იწვევს ქმედებას შესწორებისკენ. და ამან წესით უნდა გამოიწვიოს მდგომარეობის გამოსწორება. მაგრამ
არის ხოლმე სხვა რამე და ეს განსაკუთრებით აი ზედმეტი წონის მაგალითზე ჩანს. როდესაც შენ გინდა იყო რაღაც 90 კილო ჩემ შემთხვევაში. ხარ 105. არის დიდი განსხვავება. მაშინ იწყებ ამ იმას, მაგრამ ყოველთვის ეს 90 უნდა გქონდეს თავში. თორე არის მე დაჭერეთ ერთი არის საშუალება და ხშირად ხდება ეს და უმეტეს შემთხვევაში ხდება, რომ ამ განსხვავებაზე ახდენს გავლენას თვითონ შენს მიზანზე. ანუ იცვლება მიზანი, რომ შენ ამბობ, მოდი რა, ეხა კი ვარ 105, მოდი 103 გავხდე რა, მაინც კარგია. და ეს არის გარკვეული შეგუება იმ რეალობასთან, რომელშიც ხარ. იგივე შეგუება არის ბაყაყის მაგალითზე და მე მგონი ამდენ ბევრი დრო მიგდის და აღარ მაქვს ამის დეტალურად გარჩევის საშუალება. ეხლა ერთი რამე მინდა ძალიან ყურადღებით გავითავისოთ, რომ რა გამოწვევები უდგას ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ქვეყანას და რა გვჭირდება. გამოწვევები არის ძალიან რთული, ძალიან დინამიური და ძალიან სწრაფად ვითარდება. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური რევოლუცია ძირეულად ცვლის კაცობრიობის ცხოვრების პირობებს, ძირეულად ცვლის საზოგადოებებს, ძირეულად ცვლის ეკონომიკებს და ასე შემდეგ. აქ მიდის გამალებული რბოლა, როგორც ადრე ატომურ იერარქში იყო რბოლა, ასე მიმდინარეობს ახლა აქ. ეს იწვევს უდიდეს ენერგეტიკულ მოთხოვნებს, ეს იწვევს ბევრ სამუშაო ადგილის გაქრობას, ახალი სამუშაოების ბევრად ნაკლები სავარაუდოდ გაჩენას და ეს იწვევს კაცობრიობის ძალიან არსებითად ცვლილებას და ალბათ პოლარიზებას. იქნება წარმატებული ქვეყნები და იქნება ის ქვეყნები, რომელიც ამას ვერ შეუწყობენ ფეხს და იქნებიან დაქვემდებარებული. მეორე, კლიმატის ცვლილება არის რეალური. კლიმატის ცვლილების შედეგები ჩვენ ბევრი ვნახეთ უკვე ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანაშიც და ეს გაიზრდება, ეს განვითარდება და გახდება კიდევ უფრო დინამიური. აქ გვჭირდება დაცვის მექანიზმები, აქ გვჭირდება ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და რაც გქონდეს იმისთვის, რომ გავიზიაროთ ის სარგებელი, რაც შეიძლება აქედან მივიღოთ. მსოფლიო წესრიგის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემები. მოგეხსენებათ ომები სხვადასხვა ადგილებში, ეხლა როგორც ვკითხულობდი, ჩინეთმა დაიწყო ავსტრალიის გარშემო უკვე პატრულირება გემებით და ნუ აი ისეთი სიგიჟე რომელსაც ვერ წარმო რამდენიმე წლის წინ. ანუ მთლიანად იცვლება მსოფლიო წესრიგი და უსაფრთხოების ისე ქვია გარემო. ჭირდება ეკონომიკური განვითარება და კონკურენციაში ყოფნა სხვა ქვეყნებთან, გინდა რეგიონულად, გინდა გლობალურად და ამას ჭირდება ჩვენი საზოგადოების ყველა ძალების მოკრება. არ გამოვა ისე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეჩხუბოთ, ერთმანეთს ვეუბნოთ და რამე წარმატების მაგვარი მაინც გქონდეს ამ გარემოებში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მობილიზება მოვახერხოთ. ჭირდება ძალიან კვალიფიციური, ძალიან მაღალ ინტელექტუალური მართვა იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. შემდეგი. და ხო, ჭირდება მედეგი საზოგადოება. დღეს ჩვენი საზოგადოება არის დახლეჩილი, დანაწევრებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული და ამის თანაგარემოში ესეთი საზოგადოებით ვერავინ ვერ მიაღწევს წარმატებას. სისტემებში არის განმარტება მედეგობის. რა არის მედეგობა? ეს არის, როდესაც სისტემის ელემენტებს შორის არის ბევრი დამაკავშირებელი უკავშირები. ეს კავშირები არის ბალანსებელი ერთმანეთის და როდესაც სისტემას გარეთ დარტყმა მიეყენება, მაშინ აღდგენის საშუალება არის რეზერვები, რომელიც ამ აღდგენის საშუალებას იძლევა. ასევე არის საჭირო ადაპტირების უნარის განვითარება, რომ ჩვენ სტატიკურად არ მივუდგეთ, რომ ერთი და იგივე მიდგომით, ერთი და იგივე ხა 100 დღეა ვდგევართ აქ, ხო? ახალი მიდგომები არის საჭირო იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ცვალებად რეალობას. არა მარტო პროტეზზე არის ეს ლაპარაკი, არის ქვეყნის განვითარებაზე არის ესეთი მიდგომა საჭირო.
თვითორგანიზება და ახალი სტრუქტურების შექმნა. ასევე იერარქიულობა. აი ეს ყველაფერი არის ის საჭიროებები, სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი დრო რომ ამაზე დეტალურად ვილაპარაკოთ, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ როგორც ერთიანმა საზოგადოებამ. შემდეგი. როგორ გავხდეთ მედეგი სისტემა? შემდეგი. დავაჭერთ. აი სისტემა გროვა და კონგლომერატი, რომელიც არის განსხვავებული ცნებები. ჩვენ ეხლა ვართ გროვა ვართ თუ კონგლომერატი ვართ ეს გაუგებარია, ჩვენ უნდა გავხდეთ სისტემა, ურთიერთდაკავშირებული ადამიანების, ურთიერთდაკავშირებული ინსტიტუციების, ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურების. შემდეგი. მინდა დავფიქრდეთ ეგეთ რამაზე. შემდეგი, ხო. 2013 წელს გამოქვეყნდა გერასიმოვის დოქტრინა, რომელიც სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა მანამდე და ეს არის რუსეთის ახალი დოქტრინა სტრატეგიული პოლიტიკის მიღწევისათვის და ის ამბობს, რომ არა სამხედრო ღონისძიებები უნდა იყოს 80%-ზე მეტი, იმიტომ რომ ისინი არიან ბევრად უფრო ეფექტიანი ბიზნეს მისაღწევად, როდესაც ქვეყნის დაქვემდებარება გინდა, დაპყრობა გინდა და ასე შემდეგ, თავარი ღონისძიებებით მხოლოდ ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელია მთელი ქვეყნის შიგა საქმეების თავდაყირად დაყენება და ამაში შედის საინფორმაციო, ჰუმანიტარული და სხვა არასამხედრო ღონისძიებები, ჰაკერები, მასმედია, ბიზნესმენების გამოყენება, ინფორმაციის გაჟონვა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ასე შემდეგ. ჩვენ ფაქტიურად მოწმეები ვართ, მე მგონია, ეს ჩემი პირადი აზრია და კარგია რომ საერთოდ აი რასაც მე ვლაპარაკობ ამაზე პროფესიონალებმა სხვადასხვა სფეროში, უამრავი სფეროს პროფესიონალია საჭირო ამის გასარჩევად, ხო? იმათმა უსაფრთხოების ხალხმა, პოლიტიკის სპეციალისტებმა და ასე სოციოლოგებმა და ამაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ აი ამ ინფორმაციული ომის და ინფორმაციული შედეგის ობიექტები ვართ უკვე წლების განმავლობაში და ამის შედეგად ხდება რა, რომ თავიდან მეტნაკლებად ჰომოგენური საზოგადოება, როდესაც ადამიანებს ერთნაირი ხედვები აქვთ, ერთნაირი ინტერესები აქვთ, ერთმანეთთან სიახლოვე მეტი აქვთ, ხდება მისი ნელ-ნელა გახლეჩვა და პოლარიზება და დაყოფა. გაყავი და ბატონი არის აი ეს. და შედეგი არის რა, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები უკვე ამ დაპირისპირებაზე ხარჯავენ მთავარ ენერგიას და სამუშაოს, რაც ყველასთვის იქნება სასარგებლო, ვეღარ აკეთებენ. ეს ამტრის მეთოდი და მტრის მიზანი, რომ დაყოს საზოგადოება და ერთმანეთს დააპირისპიროს. შემდეგი. ეხლა რა გზები არის საზოგადოების დაყოფისა? ხდება წინააღმდეგობების იძებნება მარტივი მცირე ზომის განსხვავებები ადამიანებს შორის და ამ განსხვავებების გაღრმავება და გაღრმავება და გაღრმავება. ეს განსხვავება შეიძლება იყოს ბევრნაირი. შეიძლება ჩვენ შემთხვევაში მადლობა ღმერთს არ არის რელიგიური და ეთნიკური და ასე შემდეგ, არა შეიძლება იყოს მაგალითად განათლების დონის მიხედვით, ან კუთხურობის, თუ გახსოვთ ჩვენ პრეზიდენტები ზოგიერთი იყენებდნენ კიდევაც სუსტი ხელისუფლება იყენებს ესეთ რამეებს, იყენებდნენ კუთხურ განსხვავებებს იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ საზოგადოების ნაწილი, ან ყოველ შემთხვევაში თავის მხარეს გამოეყვანათ ნაწილი და ამითი მართვის შეექმნათ. და ამიტომ ხდება განსხვავებებზე პედალირება და საერთო ინტერესების მიჩქმალვა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი. მედიის ალგორითმები, რომელიც ძალიან ცუდად მუშაობს. ისინი გაძლევენ იმ ინფორმაციას, რაც იციან, რომ თქვენ რესიც გჯერათ მეტად და ფაქტიურად გამოდის, რომ თქვენ იკეთებით ეს ექოს კამერაში, ანუ ფაქტიურად თქვენ რაც იცით, იმის გარშემო ესეთივე იმის დამადასტურებელი ინფორმაცია მოგდით. ამას ემატება სხვა რამე, უკვე ფსიქოლოგიური, ადამიანის ფსიქოლოგიური
თვისება, რომ მას უცხო და განსხვავებული ინფორმაციის მიუღებლობა აქვს. დადასტურების ეს ქვია ამას მიკერძოება, როდესაც შენ უპირატესობას ანიჭებ იმისთან ინფორმაციას, რომელიც უკვე მეტნაკლებად ეთანხმები, ხო? აი ეს არის მთავარი გამყოფი მერე საზოგადოების და აი სურათი რა არის, იცით, ეს არის Twitter-ზე ლიბერალების და კონსერვატორების ტვიტების რუკა. ანუ ვინ გადააზიარა, ესე იგი ძირითადად ხდება ერთმანეთის ტვიტების გადაზიარება და მოპირდაპირ მოწინააღმდეგე, ანუ განსხვავებული აზრის ტვიტების გაზიარება ხდება ძალიან იშვიათად. და აი ეს ბუნებრივად წარმოშობს ორ განსხვავებულ ინფორმაციულ სფეროს, რომელიც არის აი ამ პოლარიზების და დაპირისპირების საგანი. ამას მოყვება ერთ წუთით რომ ისინი არიან მტრები, ისინი არიან ცუდები და ინფორმაციული უნდობლობის შექმნა. შესაბამისად, აი ეს მეთოდები იწვევს სწორედ აი იმ გახლეჩას, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამას რამენაირად უნდა ამასთან მუშაობა უნდა ვისწავლოთ. შემდეგ. ეხლა გარკვეული დასკვნებივით მინდა ვღონდ. ეს დასკვნები არ გვეხება მარტო ჩვენ, ვინც აქავართ. ეს ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და ალბათ კარგი იქნება, რომ როგორმე ეს ინფორმაცია იმათანაც მივიდეს, ვინც ვთქვათ პროტესტის მონაწილეც არ არის, ან შეიძლება წინააღმდეგ იყოს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. ვართ ერთი სისტემის ნაწილები და მისი წარმატება ყველას ინტერესებს. შეუძლებელია დაპირისპირების პირობებში ვიყოთ წარმატებულები და ბედნიერები. იმიტომ რომ ჩვენ ვახარჯინებენ ენერგიას, შემოქმედებით ენერგიას და დროს ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ეს არის ყველასთვის საზიანო. როდესაც პოლიციელებს ან ვთქვათ სხვა აზრის მქონე ადამიანებს უძახით მონებს, უძახით რუსებს, ასე შემდეგ, რა ხდება ამითი? ამით ირთვება აი ეს გამაძლიერებელი უკავშირის მარკუჟი, რომელზეც მე გელაპარაკებოდი. გაღიზიანება ისიც აქეთ, ჩვენ აქედან იქით ვეძახით და ხდება ესკალაცია ზიზღის, ესკალაცია დაპირისპირების და სიძულვილის, ანუ ჩვენი გახლეჩის ესკალაცია ხდება. დროა დავინახოთ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ არის, რომ ეს მტრის ინტერესებშია და ვეცადოთ ეს კავშირები გავაბათ. ამას ვაპარაკობ ყველას, იქ აი ამ ნაპრალის იქეთ აქეთ ყოფ ადამიანებს. ინფორმაციის მოპოვება და მისი გაცნობიერება, ეს არის რაც ჩვენ მაგრამ პროფესიონალების ჩართვა არის საჭირო, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისა, როდესაც ჩვენ თვითორგანიზებაზე და ადაპტაციაზე და ვთქვათ, ქმედებებზე ვაპარაკობდით, ხო? იქ წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ადამიანებმა, ვინც უნდა იყოს ამ ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა, ვინც უნდა წარუძღვეს ამ ქვეყანას, ვისი მოვალეობაა, იმიტომ რომ მათ აქვთ წოდებები პროფესორების, აქვთ მკვლევარების, ასე შემდეგ, იციან ჩვენზე მეტი. აი ეს ცოდნა უნდა მოახმარონ აი ამ საერთო პრობლემების გადაწყვეტას. მედეგობის ამაღლებისთვის ჩვენ აქ შეხვედრები ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ, ერთმანეთთან ემპათიურ ურთიერთობებს ვამყარებთ და კავშირებს ვამყარებთ, მაგრამ ეს კავშირები უნდა გადავზარდოთ უფრო მოქმედ სამუშაო კავშირებში, რომ ჩვენ მოვახერხოთ ერთიანი მიზნებისათვის ერთობლივად მუშაობა. არა პროტესტი, რომელიც არა მარტო პროტესტი, იმიტომ რომ პროტესტი არ შევქმნათ რაღაცა და ჩვენ გვჭირდება ეროვნული იდეოლოგია.
ჩვენ გვჭირდება იმის თქმა, თქვენ როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, რომ ეს ქვეყანა ყველასთვის უნდა იყოს კარგი, რომ ამ ქვეყანაში ყველანი თანასწორად და ბედნიერები და ასე შემდეგ და როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და ამაზე მუშაობა გვჭირდება. აი ეს ყველაფერი არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ასე კაფიო და ის კრიზისი, რაც ჩვენ ახლა გვაქვს და ბოლოს დავაჭიროთ თუ შეიძლება. ხო. მოდით ესე ვთქვათ რა, მე პირდაპირ ბოლო წინადადებას ვიტყვი აქედან, რომ როდესაც სისტემებს გავაცნობიერებთ, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ამ სისტემებში ჩვენ ვართ ამ სისტემის ნაწილი და ყველაზე ადვილად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი თავი, ჩვენი მიდგომა და ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ენერგიის არსებული ენერგიის ფარგლებში შეგვიძლია ერთ მხარეს გადავდგათ, ან მეორე მხარეს გადავდგათ და აქედან შეგვიძლია დავიწყოთ და ეს არის ყველაზე ქმედითი და პრაქტიკული, რითაც სისტემების ცვლილება უნდა დავიწყოთ. აქტიურად მადლობა ყურადღებისთვის. უგუნესი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციისთვის. ჩვენ ზუსტად ამიტომ ვართ აქ, რომ შევცვალოთ მიდგომები პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდეგ ადამიანებთან ობიექტთან ერთადაც გვინდა მომავალში გავაზრდოთ ცხოვრება საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია Facebook-ზე და Instagram-ზე. გამოგყვევით ძალიან საინტერესო საპროტესტო ლექციები გველის ამიერიდანაც. მადლობა ყურადღებისთვის.